მეგობრებო, რამოდენიმე მინი პატარა სიახლე. პირველი, რომლისთვისაც უნდა იყოთ მზად და განსაკუთრებით ის კატეგორია, ვისაც ყავს კონსულები, ანუ ადვოკატები, თქვენ უფრო დაცულ სიტუაციაში იქნებით. ანუ ეხლა, აი აწი რომ დაიწყება master hearing-ები და დეპორტაციის დაჩქარების მიზნით მოსამართლეები 100 ადამიანი ერთად 100-მდე ადამიანი იქნება master hearing-ზე. ამას ელოდეთ. ეს რა თქმა უნდა არ არის ჩემი სიტყვები, წყაროები დევს ჩემს გვერდზე, თავადაც შეგიძლიათ ნახოთ. როგორც ყოველთვის, ყველა წყაროს დავდებ ჩემს გვერდზე, გუშინ დავდები თუ არ ვწდები აკა, მაგრამ დღესაც დავამატებ კიდე. და შეგიძლიათ თავადაც ნახოთ. ანუ თუ მანამდე იყო 10-დან 12 ადამიანი master hearing-ზე წარდგენილი, ხო? იდექით 10-დან 12 ადამიანი, ეხლა უნდა 100 ადამიანი დააყენონ ერთად მოსამართლის წინაშე და ანუ წარმოიდგინე ახლა რა ქაოსი და სიგიჟე იქნება 100 ადამიანში, რა უნდა განიხილო. რა თქმა უნდა, აქ არის პრიორიტეტი სიჩქარეზე და კი ვიცით რაზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, ხო? ანუ quantity over quality. ამის შესახებ იცოდეთ და ასევე ეს წყაროები წერენ, რომ განსაკუთრებით დაზარალდება ის კატეგორია მიგრანტების, ვისაც არ აყავს ადვოკატები, ასე რომ lawyer up. Okay? მეორე სიახლე, მოლენი რას ამბობს ახლა ეს ტიპი, შეხედე, მოლენი ხო ის რო შეცვალა ის ბარბი. და ის ბარბი რო შეცვალა. ნიუ-იორკი, ნევარკი, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო, სიეტლი, ფილადელფია, დენვერი ამ სიგიჟეა ცოტა და ამ დიდ ქალაქებში თავშეფრის ქალაქებში უნდა რომ საერთაშორისო ფლაითები შეწყვიტოს ან შეაფერხოს და რატომ? ესეთი რაღაცა აყენა მოლენმა. თუ თქვენ არ შეგვიშვებთ თავშეფრის ქალაქებშიო და თუ არ ითანამშრომლებენ ეს ქალაქებიო აისთანო, მე ავდგებიო, ჩვენ ავდგებითო ეს იმპლემენტაციის პროცესში არის ესა და შევწყვიტავთო ფლაითებსო რა. აყოლეთ ამას თვალი, ახლა ხალხი მიდის, მოდის, ხო ხდები, ზაფხული არის და დევს ეს წყაროები. რატომ ჭირდება ესე წარამა რა თქვა დევს წყაროები რა? დევს წაიკითხეთ, всё. Reaffirming people about it. ხო, ასე რომ დავდებ ამასაც, დევს თუ არ ვწდები უკვე გუშინ დავდები, მაგრამ იცოდეთ ამის შესახებ. უბრალოდ აყოლეთ თვალი რა, აყოლეთ თვალი, ეს არის სიახლეები. ტრაქერებზე მინდა მინი პატარა რაღაცა ვისაუბრო. კაროჩე, EasyLink იყო ახლა ვინც გააკეთეთ ეს, თქვენ გეცოდინებათ და აღარ დავიწყებ ახლა ახსნას რა კომპანიაა და რა აკეთებდა. EasyLink არის კომპანია, რომელიც შლის ადილითებს DPF-ი, DF-ი და EGR სისტემებს. დიზელის თემებია რა. ხო და ეხლა ეძებენ, ანუ უნდათ 100,000 იმ 100,000 ადამიანის სახელები, ბილინგის ადრესების ამოგდება, ვინც ეს გააკეთა და დაადილითა ეს ტრაქები. ხო ხდებით ეს თემა. ციხეში არ წავა ხალხი, მაგრამ 5-დან თუ არ ვცდები 10,000 იყო, არ მინდა შევცეთ ციფრში, მაგრამ ჯარიმის დაკისრება უნდათ რა და ითხოვენ ამ ადამიანის ანუ კომპანიებიდან ითხოვენ, Apple-დან, აქედან ამ მოგვეციო რა სახელები გვარებიო და ბილინგ ადრესებიო გადმოგვეციო ამ ხალხისო. Okay, და ბოლო, მარკო რუბიოს განცხადებით უკვე 20 მესამე ქვეყანა არის შერჩეული იმ ხალხისთვის, ვისაც მოვა დეპორტი და ანუ არ უნდა ახლა რამ ხალხს, მაგრამ ვისაც ამზადებენ, მოდი ესე ვთქვათ. 20-მდე მესამე ქვეყანა არის შერჩეული. ასე რომ იგივე თემა დაიწყება, რაც წლის დასაწყისში იყო, მაგრამ ძლიერი кейსით როგორ გითხრათ ახლა სიმართლით გაყალბებაზე რა უნდა ვისაუბრო, ხო არც არასოდეს ვსაუბრობდი, რომ მაგარია, მაგრამ
უნდა იყოს მომზადებული თქვენი кейსების დასაცავად და განსაკუთრებით თუ მოგცემენ მესამე ქვეყანას უნდა იყოს ძალიან ძლიერი არგუმენტირება კონსულის ადვოკატის მხრიდან, რომ ესეთი რაღაც სიგიჟე ადამიანმა აერიდოს თავიდან, ხო? სადღაც უგანდაში და კონგოში ახლა იბოლას თემები არის. სხვათა შორის გუშინ უსმენდი, იცით, კონგოში და უგანდაში ინსტრუქტირებულები არიან მოქალაქეები, შეიძლება ჯორჯიაში იყო აეროპორტი, ხო? მოქალაქეებს უშვებენ იბოლით დავირუსებულ მოქალაქეებს უშვებენ, მაგრამ გრინბარათიანებს თხოვენ თუ თქვენ იმოგზაურეთ ამ ქვეყნებშიო 21 დღეო უნდა დარჩეთო თქვენს ქვეყნებშიო თუ ქვეყნის გარეთ. ანუ აცალკავებენ ესე რა, სტატუსის და მიხედვით. მოქალაქეებს უშვებენ იბოლიანებს და შემდეგ გადიან კარანტინის ასე რა ქვია პროცედურებს, მაგრამ გრინიანებზე, ხო, ეს მოყვა ახლა ამას კონგოს თემას და მაგითო. ოკეი, თუ რამეს ახლა იქნება